წყალი არ გაუვა, რომ საქართველოსა და კავკასიის რეგიონის არქიტექტურულ ისტორიაში ცალსახად ახალი ფურცელი იწერება Citizen Tower-მა პირველმა ცათამბჯენმა კავკასიაში, რომელიც ლეგენდარული არქიტექტურული ბიურო ზაჰა ჰადიდ არქიტექტს მიერ არის შექმნილი, მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ერთბაშად 3 უმსხვილესი საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერული კონკურსის გამარჯვებული გახდა. პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდოების სია ესე გამოიყურება. BLT, ანუ Built Design Awards გამარჯვებული. ეს არის კატეგორიაში Architectural Design და Residential. ეს არის პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გადაეცემა პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან უზადო ურბანული და არქიტექტურული ხედვით. რაც შეეხება World Architecture Community, რომელშიც ასევე Citizen Tower-ი ზაჰა ჰადიდის ავტორობით არის გამარჯვებული. ეს არის კატეგორიაში Mixed Use და აღნიშნული გამარჯვება უსვამს ხაზს კომპლექსის ფუნქციურ მრავალფეროვნებას და მის ორგანულ ინტეგრაციას თანამედროვე ქალაქის რიტმში. და მესამე კატეგორია, ეს არის World Architecture News WAN Awards, რომელშიც ასევე Towers-ი გახდა ოქროს მფლობელი. კატეგორიაში Residential One Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული პლატფორმაა და მისი უმაღლესი ოქროს ჯილდო Citizen-ის არქიტექტურულ და სტრუქტურულ უპირატესობაზე მეტყველებს. ეს აღიარება მეგობრებო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისში მიმდინარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის მოვლენაა, რომელიც რეგიონში პრემიუმ კლასის ცხოვრების და არქიტექტურული დიზაინის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. საერთაშორისო აღიარება ზაჰა ჰადიდ არქიტექტის უნიკალურმა ხელწერამ პროექტის მიმართ ინტერესი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტორებში კიდევ უფრო მეტად გაზარდა და მასშტაბური პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა, როგორც გითხარით, 2029 წლის ივლისში იგეგმება. პარალელურად კომპლექსში გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. მინდა წარმატებები უსურვო IG Development-ის გუნდს, Citizens და ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს, ეს ერთი და სხვა მრავალიც მომეწონს.